საუშვიდობისა მამასპირიდონ დაგულოცეთ. საუშვიდობის მამო. როგორ გძავდებით მამასპირიდონ? მადლობა გუშინი, ყველაფერი კარგადაა ჩემსკენ. საუშვიდობით რა. მადლობა. ეს სანამ შევუდგებთ, ხო დავიწყოთ თუ ცოტა დაველოდოთ? დაველოდოთ, მამა ჯობია, იმიტომ რომ 8 საათზე დავიწყოთ მაშინ ეთერი. აი სანამ ეთერში შევალთ, მე მინდა ესე იგი ხოლოდ ერთი რამე რომ დღეს არის ესეთი თემა გვაქვს ჩვენ ასეთი რომ სიმართლის და ჭეშმარიტების შესახებ. როგორც ეკლესიის დამოკიდებულება, მამათა სწავლება, სახარებისეული, ესე ვთქვათ, სიბრძნეები ამ თემასთან დაკავშირებით და პლუს მე გადავალთ უკვე საერო კუთხით აი ამ თემაზე. მამასპირიდონ, თქვენ მოახერხეთ, აი მე მინდა მივუსამჯენო მამა შალვას მისი ძმის გარდაცვალება და ნათელში ამყოს მისი სული ღმერთმა ზურაბის მონაფთისა ზურაბის სული და დაუმკვიდროს სასუფეველი. ამინ. ერთ-ერთი კარგი ახალგაზრდა იყო თავის სამშობლოსათვის, თავის ქვეყნისათვის და მობილიზირებული იმისათვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში ეკლესიის სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება, ეროვნული სულისკვეთება და აი ამას როდესაც ადამიანი აკეთებს, რა თქმა უნდა, ის ღვთის წინაშე არის დაფასებული ყოველთვის და ჩვენ ყოველ კაცმოყვარე ღმერთს, მსახიერ ღმერთს რომ დაუმკვიდროს სასუფეველი. ამინ, მამო, ამინ. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი არის ასე ახალგაზრდების მეცხრა გაანათვლის აი როგორც წეღავ თქვით, ჩვენი დღევანდელი თემა არის სიმართლე, ჭეშმარიტება და ორი თვალსაზრისით გვინდა განვიხილოთ მე და მამასპირიდონმა ეს საკითხი ერთი მხრივ სახარებისეული სიბრძნე შეიძლება გამოვიყენოთ, წმიდა წერილის სიბრძნე შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ ასე ვთქვათ მდგომარეობაში და მეორე მხრივ გვინდა ასე ვთქვათ გადმოგცეთ იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში სიმართლისა და ჭეშმარიტების არსებობას. დავიწყებ თქვენი დებატით, მამო, თუ შეიძლება. კი. აი ჩვენ რომ წმინდა წერილის მივმართოთ, მათეს სახარებაში ჩვენ ვიცით რომ არის გადმოცემული მეხუთე თავში 9 ნეტარება და რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებს უფალი სიმართლეს და ჭეშმარიტებას ჩანს იმითი რომ ამ 9 ნეტარებიდან 2 ნეტარება პირდაპირ შეიძლება ითქვას სიმართლეს შეეხება და სიმართლესთან არის კავშირი. ჩვენ როდესაც საუბრობთ 9 ნეტარებაზე, 9 ნეტარება არ გახლავთ, ასე ვთქვათ, მხოლოდ სიტყვა. ჩვენ ვიცით, რომ ძველი აღქმისეული 10 მცნება უფალმა აი ამ მეთოდით, რომ მან 9 ნეტარება იქადაგა, ახალი აღქმისეული ცნებები შემოიტანა. თუ ძველ აღთქმაში აკრძალვითი ფორმით იყო მოცემული ესე იგი რა არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა და როგორ უნდა მოიქცეს 9 ესე იგი უფალმა შეეცადა რომ მოეწოდებინა ჩვენთვის აი ამ ნეტარებების ხსენებით 9 ნეტარების ხსენებით ის რომ აი თუ გინდა რომ შენ სასუფეველი დაიმკვიდრო თუ შენ გინდა რომ სასუფეველში ნეტარებანი მიიღო აი ეს 9 ნეტარება და ამ 9 ნეტარების მიხედვით მოიქცი და შენ გექნება უფლება რომ სასუფეველი დაიმკვიდრო. მაშინ წავიკითხავ
ორივე ნეტარება სიმართლესთან დაკავშირებით და მე შევეცდები რომ მცირე განმარტება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. ნეტარი იყვნენ რომელთა შიოდეს და სუროდეს სიმართლისათვის რამე თუ იგინი განსწრე. რას ნიშნავს ახლა სიმართლე ზოგადად შეიძლება ადამიანმა თქვას რომ სიმართლე ყველას თავის სიმართლე აქვს ასე ამბობენ ხოლმე ხშირად რომ ყველას თავის სიმართლე აქვს მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ რომ სიმართლე და ჭეშმარიტება მხოლოდ უფალში უნდა ვეძიოთ ჩვენ ქრისტეში უნდა ვეძიოთ აუცილებლად სიმართლის მოცემულობა რამე თუ თვით უფალი არის სიმართლეც და თვით უფალი არის ჭეშმარიტებაც აქედან გამომდინარე აი ეს მუხლი რომელიც ჩვენ წავიკითხეთ ანუ აქტიურად ჩვენ გვეუბნება უფალი რომ თუ თქვენ ქრისტეში ქშიათ ქრისტე და გწყურიათ ქრისტე და მისი სიმართლე მაშინ მოგეცემათ იმისი მადლი რომ თქვენ ნეტარიც იქნებით და თან ამ სიმართლით დაკმაყოფილდებით უყურითი უგუნისამ ანუ ამ სიტყვებში რამე თუ იგივე განსწრენო ანუ თქვენ მოგეცემათო ის მადლი დაწყალო ქრისტესაგან თუ თქვენ უფალში დაიწყებთ სიმართლის ძიებას და სიმართლის სათვის იქნებით ესე იგი მოშიებული და მოწყურებული რა თქმა უნდა ქრისტე აუცილებლად დაგაჯილდოვეთ თავისი ნეტარებით მეორე მუხლი რომელიც სიმართლეს ეხება ნეტარიყვნენ დევნუნი სიმართლისათვის რამე თუ მათი არის სასუფეველი ცადა ისევ და ისევ ჩვენ აქ უნდა მიუტრიალდეთ იმ თემას რომ სიმართლე თუ უფალშია და სიმართლე თვითონ უფალია და ამ სიმართლისათვის არიან ადამიანები თავდადებულები რომლებიც შეიძლება იდევნებოდნენ კიდევაც და დღეს უკვე ფაქტიურად მართლმადებელი ეკლესია განიცდის ამ დევნას ჩვენ შეიძლება ვაკვირდებით აი ამ პროცესებს და დღესაც ხვდებით იმას უკვე ყველანი რომ გაძლიერებული ბრძოლა არის უფალი იესო ქრისტეს წინააღმდეგ ანუ სიმართლის წინააღმდეგ ხდება ბრძოლა და რაოდენ მნიშვნელოვანია როდესაც ადამიანები ქრისტეში ვეძებთ ჩვენ სიმართლეს და ვცდილობთ რომ მივუახლოვდეთ ქრისტეს ცნებებს მივუახლოვდეთ იმ სათნოებებს რასაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის აი ამ სიმართლის ძიებაში თუ ვიღაცა გვდევნის და ეკლესია დღეს ამის გამო იდევნება რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ და ვხადაგებთ ეკლესიის მსახურნი და ვამხილებთ ხოლმე ხშირად უზნეო საქციელებში საწინააღმდეგო საქმეებში ადამიანებს და საზოგადოებას თუ სხვადასხვა ჯგუფებს ჩვენ ვღებულობთ ამის სანაცვლოდ შეიძლება ითქვას დევნას იმ დევნას რასაც ქვია მაგალითად დღესდღეობით მხოლოდ ფსიქოლოგიური დევნა არის ღმერთმა დაგვიფაროს იმისაგან რომ ეს ფიზიკურში გადაიზარდოს ეს ჩვენ ესე გავლილი აქვს ეკლესიას მართლმადებელი ეკლესიას კომუნისტური ესე ვთქვათ წყობის დამყარების ჟამს როგორ იდევნებოდა ეკლესია როგორ იდევნებოდა მართლმადებლობა და ტროცკი და ლენინი იყვნენ პირველი ასე ვთქვათ მდევნელები და მათი მოქმედება ისინი სახელმწიფოში წამყვანილს ასრულებდნენ ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ ეკლესია და მდევნსახურები ედევნათ ყველა საშუალებით და მათ შორის ფიზიკური საშუალებებით. რაც შეეხება დეფინიციას იმის სიმართლისა, რასაც ჩვენ საუბრობთ ახლა, ამას აქვს ასე ვთქვათ მეორე მხარეც. მეორე მხარე, ანუ რა არის სიმართლისა და ჭეშმარიტების საპირისპირო? სიცრუე, ტყუილი და ფარისევლობა. და თავის ესე იგი მათე სახარებაში, მათე მახარებელი ამავე მუხში ესეთ მუხს გვაძლევს. ხოლო თქვენ გეტყვით, უკვე თუ არ აღემატოთ სიმართლე თქვენი უფრო ის მწიგნობართა და ფარისეველთა ვერ შეხვიდეთ სასუფეველსაც სათას. აი ამ მუხსაც თუ დავაკვირდებით, უკვე ესე ვთქვათ, თვით ქრისტეს ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში იყვნენ სიმართლის მდევნელები. ვინ იყვნენ სიმართლის მდევნელები? ფარისევენი და მწიგნობარი, რომლებმაც მერე
იყვირეს რომ ჯვარსაც ვეგე ჯვარსაც ვეგო ქრისტეს გასამართება მოახდინეს და ქრისტეს ჯვარცმა მოახდინეს მათი და ესე იგი დასტურით მათი მოქმედებით სწორედ მოხდა ის რომ იესო ქრისტე მაცხოვარი ჩვენი ჯვარს იქნა გაგრული და იქ აღესრულა სამწუხაროდ თუმცა ეს ჩვენი კაცობრივი ადამიანური დამოკიდებულებიდან არის წუხილის ნიშანი მაგრამ ჩვენ ვიცით რომ სულმა თავისი ასე ვთქვათ ნებით გადაწყვიტა ეს მსხვერპლი გაეღო თავისი ნებით ავიდა ჯვარზე და ევნო ამის გამო და მოგდინებული იქნა ხორციელად ჯვარზე ხო აი ხო რაც მინდა მე აქ ვთქვი ამ მუხთან დაკავშირებით მამაო რომ წიგნობენ და ფარისევენი ვინ არიან ისინიც ამბობენ რომ ჩვენ ჯულს ვიცავ და იმ ჯულის გარეგნულ სახეს სიმართლეს ამბობენ თითქოს და ყველგან სადაც კი ფარისეველი გამოჩნდებოდა ამ წიგნობარი გამოჩნდებოდა იმოწმებდნენ ხოლმე ისინი ჯულის კანონებს და თავის ჯულის კანონების მიხედვით ცდილობდნენ გარეგნულად დაეცვათ ეს ჯულის კანონები და არა ასე ვთქვათ შესულიყვნენ ამ ჯულის კანონის სიღრმეში და ამოეცნოთ იქ წინასწარმეტყველებები რომლებითაც ასე ვთქვათ მათ უნდა ამოეცნოთ იესო ქრისტეს მოსვლა დედამიწაზე მაგრამ სამწუხაროდ საპირისპირო მოქმედებები იყო მათი მხრიდან იმიტომ რომ მათი სიმართლე იყო მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული და არა შინაგანი ანუ აქ ამ უხში ჩვენ შეიძლება დავინახოთ ის რომ რას მოგვიწოდებს უფალ მოგვიწოდებს რომ ჩვენ შინაგანად უნდა ვიყოთ მართალნი ანუ შინაგანად მართალნი გულისხმობს იმას რომ უფალთან კავშირში იესო ქრისტესთან კავშირში უნდა ვიყოთ მართალნი აუცილებლად და მისი სიმართლიდან უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი სიმართლე და არა ჩვენი გონებიდან და ჩვენი სურვილებიდან თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ფარისევლების წიგნობრების მდგომარეობაში აღმოჩნდებით და დღესაც ჩვენ თუ დავაკვირდებით ასეთი სიმართლეებით გავსებულია თითქმის მთელი სოციალური ქსელები ტელევიზიები ყველა ასე ვთქვათ თავის სიმართლე აქვს ეგრე ასე რომ უყუროთ ხო თუ ქრისტეში დავიწყებთ ჩვენ სიმართლის ძიებას რა თქმა უნდა მივალთ იმ დასკვნამდე რომ სიმართლე მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს მართლმადიდებლურ სოფხედოობაზე დამყარებული რომ ქრისტიანულ მორალზე და ზნეობაზე იყოს შეიძლება დამყარებული და სხვანაირად სიმართლე ვერ წამოვა ვერ გაჩნდება საზოგადოებაში თუ ეს არ მოხდა ანუ ღვთაებრივი კანონები თუ არ მოხდა ამისი მოწესრიგება და დალაგება ჩვენ მაშინ მივალთ აი ამ მდგომარეობამდე რომ ერთ-ერთი მოსწონს მეორეს მეორე მოსწონს მესამეს მესამე მოსწონს და აქედან გამომდინარე იმ სიმართლეს თავის ეგრეთ წოდებულ სიმართლეს ამკვიდრებენ საზოგადოებაში აი ეს მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა სახარებიდან გამომდინარე აქვე მინდა პატარა ესე თქვა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ამონარიდიც ავიკითხო მეორე მოსვლის შესახებ პირველი ნიშანი მეორე მოსვლისა არის როდესაც ქრისტე იქადაგება მთელ მსოფლიოში და ყველა თესლებს შორის მეორეო თუმცა სახარება იქადაგება მაგრამ კაცთა შორის სიმართლე სიწმინდა სიყვარული დამცირდება ანუ ფაქტიურად ეს ჩვენ რაც მდგომარეობაშიც ვიმყოფებით ეს ნიშნავს უკვე რომ აი ეს პროცესი მეორე პროცესი დაწყებულია რომ სახარება ნაკადაგებია სახარება ყველა ენაზეა გამოცემული შეიძლება ითქვას რომ მისაწვდომია ძალიან ადვილად ყოველგვარი დამყოლების გარეშე და ამ დროს კაცთა შორის სიმართლე სიწმინდა სიყვარული დამცირებული კარგი მამო ძალიან გამიგრძელდა ჩემი სიტყვა თქვენ ბრძანებთ შეიძლება რა გეთახმებით მამო რა ბრძანებთ მე დავავატებდი მამი რომ უცოლად აღნიშნეთ ორი ნეტარება არის და არა შემთხვევით რა თქმა უნდა სიმართლეს ასე ნახსენები რომელთა შეოდეს უყურდეს სიმართლეს სამთვიგინი განზე ანუ რას ნიშნავს სიმართლე ერთად ქშია და წურია როდესაც იცი ადამიანმა რა არის სიმართლე როგორც საჭმელი უნდა ქშიოდეს მისი მისცევა და როგორც წყალი მისი წყურვილი უნდა ქონდეს წყურვილი მისი მისცევა უნდა გიზიდავდეს
თუკი და გააცნობებს ადამიანმა რომ აი მსმენელი თუ მე ვარ თუ ნებისმიერი თუკი არ აქვს ადამიანს ლტოლვა სიმართლისაკენ არ იზიდავს სიმართლე მას ესე იგი მისი გული შინაგანად მისი სული შინაგანად არის დაბინძურებული ცოდვით და ტყუილის სიყვარულით და ტყუილის სათავე კი არის ეშმაკი ამით როგორ უნდა ვიცნოთ ჩვენი თავი რომ ჩვენ ღმერთს კი არ ეშმაკს რო ვემსახურებით რომ ღმერთს კი არ ეშმაკის მონები რო ვართ როდესაც სიმართლე აღარ გვიზიდავს უბრალოდ რაღაცას ვამბობთ კი არა უნდა გშიოდეს სიმართლე უნდა გშიოდეს იმიტომ რომ ირგვლივ ცოტა სიმართლე რო დანაყრდე ცოტა ესენი სიტყვები დავამბობ რომ გადატანითი მნიშვნელობით რომ დანაყრდეს სწრაფად ამ სიმართლით არ არის ამ დიდი სიმართლე ირგვლივ უნდა გშიოდეს უნდა წყუროდეს აი მაშინ გახარ შეხვთვის მოცილების გზაზე ეს არიან რომელიც იდევნენ სიმართლისათვისო მათია სასופველი სათავე ანუ სიმართლისთვის დევნილება არის გზა სათასასופველისკენ აქ არის მნიშვნელოვანი მამაო რომ ადამიანთა დიდი ნაწილი სათასასופველი კი არ უნდა არამედ სადაც ვიმყოფებით ახლა ჩვენ ამ მიწაზე უნდა იყოს რომ იყოს კარგად ამიტომ რადგან იცის მან რომ ამ მიწაზე ყოფნა სიმართლით არ მოიპოვება კარგი ერთი თუ ძმახარ მართლეს მეცა როგორ ამოვიხორბე მართლებსო ვირებს აწევსიებენო ვირებივით არიანო ანუ თუკი მას არ აქვს სურვილი ადამიანს ცხონებისა და სურვილი ამ მიწაზე იყოს კარგად და იქით დაიქნება არ აინტერესებს ასეთი ადამიანი არასდროს არ დადგება სიმართლის მხარეზე და რატომ იმიტომ რომ ამ მიწაზე სადაც ჩვენ ვიმყოფებით სიმართლე უმეტეს შემთხვევაში უფრო ობიექტური იყო არ დევნის ობიექტი ანუ იდევნება ქართული ანდაზაც არის სიმართლის მტკვერსო ენა მოჭრესო სიმართლის მტკვერსო შეკაზმული უნდა ყავდეს იმიტომ რომ უცებ გაიქცეს იმიტომ რომ გამოეკიდებიან მოსაკლავად ამიტომ ძალიან მარტივია მამა ხშირად ვითქვამს ხოლმე და კიდე გავმეორდები რომ ძალიან მარტივია თუკი სურვილი გაქვს შეიცდო შენ თავი რომელიც თითქოს საუკუნეების მანძილზე ელინეური სიმძლევრიდან მოყოლებული რომ თქვათ შეიცარ თავის შენი ფორმულა მიუწვდომელი იყო არა ეს სიმართლესა მიმართებაში გიზიდავს სიმართლე ზაქა ხარ სიმართლისთვის თქვათ ეს სოფელი პრობლემა რო შეგექმნას მაშინ შენ გახარ ცხონების გზაზე მაშინ შენ ხარ ღვთისკენ მიმოვალ გზაზე დამდგარი ეკლესიაში სიარული ეს ძალიან კარგი არის მაგრამ თუ შენ პარალელურად სიმართლე არ გიზიდავს ეკლესიაში იარეკი არ დარქვი თუ კიდე გამოვები რა ქვია მეტესის კარებს ჯაჭვი და გაყვიდე საერთოდ უკან ასეთი არა თუ შინაგან სიმართლე არ გიზიდავს გააზროს მეთქვა ყველა ჩვენი მოყვასი ყველა ჩვენი ადამიანი ყველა ჩვენი გმობელი მტერი რატო ხდება აი ისმის კითხვა თუ სიმართლე ღვთისკენ მიმოვალია ხო და ნამდვილად ასია რატომ არის ადამიანი რომ სიმართლის წინააღმდეგ აკეთებს სულას ძალიან მარტივია ამაზე და პასუხი ადამიანს სინამდვილეში არ წავს სულის უკრავება ადამიანს სინამდვილეში არ წავს იმსოფლიური არსებობა ადამიანს სინამდვილეში არ წავს რომ ღმერთის წინაშე წარდგება და ყველაფერზე პასუხს აგებს არაფერი არ არის დამალული არ წავს ეს ყველაფერი ანუ ღვთისმის ამჯერა და თორემ განაარჩეს სადაა სიმართლე და სადაა არის ტყუილი იცის მაგრამ რადგან ეს ყველაფერი არ წავს ყველაფერი ეგონია სისულელე სიმართლის ზოლანტი არა პური ჯაბე კარგად იყავი ძმაო აი ესეთი ტექსტით მოძრაო იმიტომ რომ მას არ აქვს წმენა მას არ აქვს შინაგანი სიყვარული თუმცა მამო ერთი უნდა ითქვას სიმართლე არის მაგალითად ქამა რაც თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ეხაზი გაუსვა გარემოება რაც თქვა მამაზე ქამმა მამი ნოეს მისამართი ყველა წინადადება თქვა სიმართლე ანუ თვალი არისო ნოემ თვალი იყო წაქცეულიაო წაქცეული იყო
შიშველი იყო. გამოვიდა გარეთ და გარეთ საუბრა. კარის გარეთ. ნო იყო კარავში, თვრალი, წაფსეული და შიშველი. თავი გამოვიდა გარეთ საუბრა. როდესაც სიმართლე ადამიანის მიმართ უარყოფითია სხვაზე და მას ხვდები, აი მაგალითად როცა ჭორაობ ადამიანს შეიძლება სიმართლეს საუბრობდე, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ღმერთმა ისიც ხო სიმართლეა რომ აღსარების საიდუმლო მოგცა ჩვენ ღმერთმა. ხო და შენ რო ადამიანო ცოდვა დაინახე, აღსარება თუ დაინახე, მან რომ მოინანია, ეს ხო აღარ დაგინახავს. და იქნებ მოინანია მან. იქნებ აღსარება თქვა და ჩამორეცხელია ცოდვა. და შენ ეს განკითხვა ხო განკითხვად დაგრჩება. ეს გასათვალისწინებელი აუცილებლად. აუცილებლად ეს გასათვალისწინებელია, რომ ადამიანმა გაითვალისწინოს. სიმართლე მსახურება, მე ვარ გზა და ჭეშმარიტება, უფალი გზადებს. მე ვარ გზა და ჭეშმარიტება. რა არის სიმართლე? აი ეხლა თქვენ ბრძანეთ რა მოვიდა მართალი ბრძანდებით, რომ რამდენი ადამიანი ამდენი სიმართლე არის. ხო ასე თქვი და მსგავსი ფრაზა თქვი და ეს რატო ავამი? იმიტომ რომ როდესაც ადამიანი სიმართლეს ასწორებს თავის გონებაზე, აი თავის ჭკუაზე, რომ რაღაცას ხომ უნდა შეუსაბამო, რაღაცას ხომ უნდა გასწორდეს, ესა თუ ის ნათქვამი. მაგალითად, რომ გავიგო, რომ რამდენი სანტიმეტრია, მაგალითად ეს ავტოკალამი, მეტრის ერთეულს უნდა შეუსაბამო, ხო ასია? დიახ. როცა გავიგო, რამდენი კილოგრამია თუ გრამია, გრამის ერთეულს უნდა შეუსაბამო. მაგრამ როცა თვითონ გავიგო, ესა თუ ის ფრაზა, ესა თუ ის ქმედება არის თუ არა სიმართლე და ჭეშმარიტება, ის უნდა შეუსაბამო, გავუსწორო, რაც არის სრულყოფილი სიმართლე და ჭეშმარიტება. ეს არის იესო ქრისტე. დიახ. ქრისტეს უნდა შეუსაბამო, ქრისტეზე უნდა გაასწორო. თუ ქრისტეზე ფრაზები არ სწორდება, ანუ ხო ამბობენ რომ მრავალი სიმართლე, იმიტომ ქრისტეზე არ ასწორებენ. დიახ. არ შეიძლება ორი სიმართლე, ორი ტყუილი შეიძლება არსებობდეს და 10-ის და 100-ის, ერთ და იგივე ამბავზე. მაგრამ ერთ და იგივე ამბავზე ერთი სიმართლეა მხოლოდ. მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიმართლე. რომელიც ქრისტეს სიტყვასთან არის გასწორებული. თუ ეს არ გასწორდა ქრისტეს სიტყვაზე, მაშინ ესე იგი არ არის სიმართლე. ამიტომ ყოველთვის როდესაც ჩვენ რაღაცას ვამბობ, რაღაცას ვაკეთებთ, არის თუ არა ეს სიმართლე. ქრისტესთან უნდა გასწორდეს, ქრისტეს სიტყვასთან უნდა გასწორდეს და მაშინ გამოჩნდება არის თუ არა სიმართლე. აი გამიგზელდა და ერთს ვიტყვი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიღაცები ჩვენ ვართ თუ სხვა ვამბობთ, რომ რაც ხდება ხა ქვეყანაში. აი ძალიან გავრცელებული ფრაზა როა. დღეს ევროპაში რო შედიან. ერთნი ამბობენ, რომ სამივივართ ევროპაში. მეორეები ვამბობთ, და მე ვარ ამ სიაში ახლა რომელსაც ვიტყვი, არ გირდებით ჩვენ ევროპას თავისთან გამორიცხული და ვერცად ვერ შევართ. ერთადერთი რისთვისაც ვკირდებით ჩვენ დასავლეთს, რუსეთთან საუბრად. და შედეგი რა ხდება, აი ეს ამ ფრაზებს მე ვამბობ უკვე წლები და მე ამ ფრაზისთვის მაღალ სოციალურ ქსელში რამდენიმე ასეული სიცოცხლის მოსპობის მუქარაბა გვიღებული. ანუ ძალიან მარტივია ხა ეს ახლა მაგირო შეგშინებოდა მამაო მინიმუმ 100 მაინც გავჩერდებოდი 100-ულებში აღარ გადავიდოდი ხო ასია. ხო და რა საქმე ძალიან მარტივია პასუხი. რა ვთქვი ახლა ისეთი მე რამაც დაანგრია დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოება. ხო იმჯერად ისინი დემოკრატიისთვის რუსეთმა დემოკრატია წაართვა, თავისუფლება წაართვა, ხო მათ ამ ილუზიაში იყოფიან. რას ვამბობ ისეთს, რისთვისაც აუცილებლად უნდა მოკლა. აი რა ვთქვი? არ ვჭირდები ჩვენ დასავლეთს, ხოლო ვჭირდები რუსეთთან საუბრად.
სინამდვილეში თვითონაც იციან. იმიტომ ნერვიულობენ, რომ ფარდაეხდება იმას, რასაც ისინი აკეთებენ. აი რატომ უნდა გაბოროტი ამაზე? ბოლო-ბოლო უნდა გაეცინოთ, ხო? რაც მოდავს ეს? აი შეკეთოს. აი რატომ ბოროტდებიან? იმიტომ რომ სინამდვილეში იციან თვითონ. ამაშია მთელი უბედურება, მამაო. მთელი უბედურება ამაშია, რომ იქ ვინც ხელმძღვანელობს ამ უბედურებას, ეგრეთ წოდებულ დასავლურ კურსს, ლიდერები გულისხმობ. თუ არა, სასარგებლო იდიოტებით, მამაო, სავსეა ქვეყანა. ლიდერები გულისხმობ, შვენივრად იციან, მამი. რომ არავინ არსად არ ღებულობს, იციან, მამაო, ეს. იციან. იმიტომ ბოროტდებიან ისინი, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ არ ღებულობს, ვიჯო არავინ არსად სამინისტრო. რუსეთთან ომში ჭირდება. შენი თავი. ამიტომ ბოროტდებიან, რომ არის თორე სიმართლეს რო ვამბობ, მაგალითად თქვი, რომ 3 × 4 არის 12. არის სიმართლე, ხო? ვიღაცა თორე 3 × 4 23. ან კადრადი. იმიტომ უნდა მაგას ეგრე ვარ ასეთ რამეს. მინიმუმ თუ მიყვარს და დაუჯდები და ვეთქი არა შვილო 3 × 4 100 აუხსნი რომ 12-ია თუ არ მიყვარს აი მოკლა რატომ უნდა მინდოდეს ვის ღმერთმა აი მოგცეს მადლი ვამი ძალიან მადლი მოგცეს იმისა რომ სიმართლისადმი სიყვარული ყოფილიყოს ჩვენს გულებში ჩვენი ხალხის გულებში როგორ ეს იქნება ვამი რაც უფრო მეტი ადამიანის გულში გაჩნდება სიმართლისადმი სიყვარული ვითარება გამოსწორდება გამოსწორების პროცესი ეს ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ რა შუაში ახლა მე სიმართლე მეყარება თუ არა აი შუაში თავშია და ბოლოშიდაც არის რაც მეტი მართალი და სიმართლის მოყავ ადამიანი იქნება ქვეყანაში მით მალე გამოსწორდება სიტუაცია რატომ იმიტომ რომ მართალი ადამიანები და სიმართლის მოყავ ადამიანები არჩევნებში ირჩევენ თავისნაირებს დიახ სიცრუის მოყვარულები ირჩევენ მე მივდივარ ევროპაში და ფარისევლების მოყვარულები ირჩევენ ღირსებით შემცველებს ევროპაში ფარისევლების და აფირისტობის და მათყუარების მოყვარულები იმათ ირჩევენ ამიტომ ვარ გამგულში მამაო სიმართლე არ გვიყვარს სიმართლე არ გვინდა სიმართლე უბრალოდ გვეზიზღება ამიტომ ვარ მამი ამ დღეში და მე უკვე აი გამიგზავნა ძალიან სიტყვა მამაო შევიდე და მე უკვე როდესაც ლოგიკური საჟელი მოვა გარდაულად მოვა მამაო საჟელი აი ხან იტყვია ხოლმე რა გვეშველება რა დღეში ვარ რასაც რა ვილოთ და ერთხელ აი ილოცე მამაო რო არაფერი მოხდეს ქვეყანაში ერთი მეუნება ერთი კი არა რამდენი შეგალოცვილო გახარდა შენი ხელით ანგრევ სახსა და ცხოვრობ და თან მეუბნები ილოცე მამაო სახლი რო არ დამენგრეს ურო გიჭირავს ხელში და კედლებს უთხავ ბიჭო მე მეუბნები ილოცე რო არ დამენგრეს სახლიო ამ დღეში არ მამაო ამ ვითარებაშია ქვეყანა და მე არ ვიცი აღა მე ვილოცედება სახლი არ დაენგრევა ეს ხო ტყუილია სახლი დაენგრევა იმიტომ უროს უთხოვს კედლებს უთხოვს უროს მე თქვახნას მამი მეტი სიმართლის მოყვარული დაიხარეთ მამო აი თქვენ მიერ წამოწყებულ აი სიტყვას აი საზოგადოებაში დამკვიდრებულ ასეთ სიცრუის სიყვარულთან დაკავშირებით მინდა პატარა რამოდენიმე სიტყვა დავამატო მამო თქვენ ნებად მე როდესაც აი ასეთ ადამიანებს ვაკვირდები ხოლმე რას ვხედავ ვიცი მამო რომ აი მათ რაც სურთ და რაც წარმოუდგენიათ რომ მათთვის არის საჭირო
ის უნდათ რომ იყოს სიმართლე. ის უნდათ იყოს რომ მიუხედავად იმისა, ამაში სიმართლე არის თუ არ არის. ვირტუალურად ისინი ფიქრობენ რომ თუ ისინი ამას იტყვიან რომ ასე იქნება, აუცილებლად ასე იქნება. და ეს ასე არ არის, კაცო, ყველაფერი ხდება ისე, რაც არის ბუნების ლოგიკა, რაც არის სამყაროს განვითარების ლოგიკა, რაც არის ღვთის ნება. ამას ვერავინ ერთად ვერ გაექცევა. ამიტომ სიმართლე კიდევ მეორე უნდა ვეძებოთ ჩვენ არა საკუთარ სურვილებში, არა საკუთარ ესე ვთქვათ მონდომებებში, რა მოგვინდება, რა არ მოგვინდება. არამედ სიმართლე უნდა ვეძიოთ იმაში, რას გვეუბნება ჩვენ უფალი, როგორ გვასწავლის. და კიდევ მეორე, თუ ჩვენ ამ მართლმადებულ სამხედროებაზე და მორალზე და ზნეობაზე არ გვექნება სწორება, ვერასოდეს სიმართლეს ვერ ვიტყვით. დავრჩებით ფარისევლებისა და წიგნობრების მდგომარეობაში. და ფარისევლობა რა არის? სხვა თუ არაფერი, რომ პირით და გარეგნულად აკეთებ ერთს და სინამდვილე შეკეთებ მეორეს. ხო, ეს არის ფარისევლობა. და წიგნობრობა ისე რომ შენ ესე გინდა რომ რაღაცა სიბრძნე გადმოაფრთხილო, რაღაცა ილაპარაკო, რაღაცა წიგნებში გაკეთებული იქით აკეთ და ამით ესე იგი შენი თავის დააჯერო და სხვების დააჯერო, ეს არის სიმართლე. და რაც თავისთავად ცხადია უკვე ცდომილება, როდესაც მოდის ამის გამო, სხვა არაფრის გამო მოდის. როდესაც საზოგადოება იწყებს ნგრევას და ჩვენი სახლი ინგრევა, ჩვენ ბრძანებთ რომ ურასულა თავსა და ჩვენ გვეყოწებიან ვიროცოთო. გამოდის რომ ის ადამიანი სიმართლის გამო კი არ აკეთებს ამას, არამედ თავისი სურვილის გამო, რომ მას ნგრევა უნდა. ეს ნგრევა იმიტომ უნდა, რომ ის სახლი ისე არ არის აგებული, როგორც მან წარმოიდგინა. და როგორც მას ეგონა რომ ასეთი სახლი იქნებოდა, კარგი. ეს სახლი ასეთი, რაც მან წარმოიდგინა, არც საძირკველია, არც საფუძველია, არაფერი არ გააჩნია, კაცო. ჰაერშია ჩამოკიდებული. და თავისთან დაინგრევა, უროცრუა დაარტყა, ისედაც დაინგრევა. და აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი ცოტა უფრო ჩაუღრმავდება აი ამ საკითხს, არა, და რეალობას შეხედავს და რეალობიდან და ლოგიკიდან ამოვა. ხო უნდა მიხვდეს იმას, რომ რაც შეუძლებელი, რაც შესაძლებელია. რაც ობიექტური სინამდვილე და სიმართლეა, ის უნდა იყოს საფუძველი რა ყველაფრისა და არა ის რომ მე ესე მომინდა, მე ესე ვფიქრობ და ეს არის სიმართლე. ეგრე ვერ იქნება სიმართლე. იქნება თავის მოტყუილო მხოლოდ. კარგით, მამა, მეორე თემაზე გადავიდეთ, უფრო სწორედ იგივე თემაა, მაგრამ აი მე მინდა ახლა ვისაუბროთ საზოგადოებაში რატომ არის აუცილებელი და რაც გამოიწვევს ეს მდგომარეობა, როდესაც სიცრუის, ტყუილის და ასეთი ვირტუალური ფიქრების გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, ხო? რატომ არის რომ დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი დამძიმებული სიტუაცია საერთაშორისო მასშტაბით, რატომ გვაქვს ეს ყველაფერი ამ მდგომარეობაში, რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე? იმიტომ რომ სავარაუდოდ საზოგადოებამ სწორი ესეთი აქცენტები არ გააკეთა, სწორი გააზრება არ გააკეთა. როდესაც ჩვენ საუბრობდით და გამოდიოდა ვიძახთ ჩვენ არჩევნების წინ, რომ კონსერვატიულ მოძრაობას დაუჭიროთ ხალხურ მხარი. ზოგმა ჩათვალა, რომ ჩვენ ვიყავით ქვეყნის მტრები, ზოგმა ჩათვალა, რომ ჩვენ რუსეთუმეები ვართ, ზოგმა ჩათვალა 1000 რაღაცა, ხო? და ზოგიერთმა ჩათვალა ის, რომ ქართული ოცნება უფრო კარგად მოახერხებდა კონსერვატიული ესე იდეოლოგიის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში, რა. ჩვენ მივიღეთ საპირისპირო მდგომარეობა, ფაქტიურად. აი რა ხდება დღეს? გადავხედოთ სიტუაციას, რა. უკანონობები ხდება. მამა, კანონის იმიდან გამოვდივართ უკვე. აი გონდებარებიდან გამოვდივართ, იმიტომ რომ ეს ცემატყეპები, ეს ყველაფერი რაც ხდება, ეს ხო დაუშვებელია, კაცო. როგორ შეიძლება რომ ესე იგი შენი პოლიტიკური საკითხი გადაწყვიტო ცემატყებით და მოძალადობით. და როცა ჩვენ მოძალადებს გვეძახდნენ და კონსერვატიულ მოძრაობას მოძალადებს ეძახდნენ იმის გამო, რომ ვიღაცას უთხრა, რომ რატო მაგინებ, რატო ცუც სიტყვას, რატო მეუნები და პანჩური ამოვარ თავისგორისთვის 5 წელიანი, ასე ვთქვათ, სასჯელები ჩამოურიგეს. და როდესაც დღეს ასეთი განუკითხაობა ხდებოდა, ასეთი ცემატყება ხდებოდა, უბედურება, ხო? გინა ერთ მხარეს, გინა მეორე მხარეს. ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კანონის ფარგლებიდან გავდივართ. და კანონის ფარგლებიდან როცა გადის ქვეყანა და საზოგადოება, მაშინ პირველ რიგში
უბრალოდ ადამიანი შეება დაუცველი. ამიტომ აქ აი სწორედ ამის პრობლემა გაგვიჩნდა, რომ თავის დროზე არ თქვეს სიმართლე, თავის დროზე არ მოხდა სიმართლის მხარდაჭერა, თავის დროზე არ მოხდა საზოგადოებამ ვერ გაითვალისწინა ის, რომ სიმართლეს რომ იყოლოდა, დღეს უნდა მესამე ძალა არსებობდეს პოლიტიკაში და ეს მესამე ძალა იქნებოდა სწორედ ის ძალა, რომელიც დაარეგულებდა, დააბალანსებდა აი ამ სიტუაციას, რაც ჩვენ გაგვეჩნია. არის ორი დაპირისპირებული მხარე და ვეღარ მიდის ქვეყანა წინ სამწუხაროდ. არის ასე ვთქვათ, შევედით, შეიძლება ითქვას პოლიტიკურ კრიზისში და შევდივარ. თუ შევედით, თუ შეგვეჩესულები და ველოდებით როდის ესე იგი მოხდება ტრამპის ინაუგურაცია. და ტრამპი არის ამერიკის პრეზიდენტი და ის ყოველთვის გამო თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ხო, ესაა სიმართლე. და არასოდეს ის არ გამო რაღაცა ალტრუისტული აზრებით, რომ საქართველოს არაფერი ცუდი არ მოხდეს, შენი ჭირიმე, ამას უნდა მოვეფერო, მოვესიყვარულო და გავაკეთო ყველაფერი კარგი მისთვის. ყველა ქვეყანას ჩვენს მიმართ აქვს თავისი ინტერესი. ჩვენ მეზობელ ქვეყნებს აქვს თავისი ინტერესი და ჩვენ იმდენად უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, სწორად ამ სიმართლის საფუძველზე და საძირკველზე დამკვირვები, რომ შევძლოთ ვიპოვოთ მართალი სიტყვა, მართალი აზრი. ის კი არა, რომ რაღაცა მომდა და რაც უფრო ვაგინებ ამ პუტინს და ამ ვიღაცებს, ესე იგი დემოკრატია აშენდა ჩემთან და საქართველო გამწყინდა. ასე არ შეიძლება ასეთი სულელური, ასე ვთქვათ, ქმედებები ქვეყანა მიდის დაუპისად. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დავფიქრდეთ, დავწონოთ, სწორი აქცენტები ვიპოვოთ, სწორი პოზიციები ვიპოვოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და სწორ გზაზე წავიდეს კაცო. იმდენი შესაძლებლობები გვაქვს ჩვენ და იმდენი აი და მე ვიტყოდი სხვა შესაძლებლობებს გვაძლევს უფალი. ინა კლიმატური პირობები, ინა გეოგრაფიული მდგომარეობები, ინა გეოპოლიტიკური მდგომარეობები. ჩვენ ეს რომ სწორად გამოვიყენოთ და სწორი ნიჭიერი, ასე ვთქვათ, ქცევებით გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საფიქრებელიც კი არ გვექნება, არაფერი გაჭირებული ადამიანი აღარ იქნება ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ ამისთვის საჭირო არის სწორედ ის, რომ ქვეყანაზე უნდა იყოს შეყვარებული ხელისუფლება. მართლა უნდა უყვარდეს, ისე კი არა სიტყვით რომ გამოვიდეს და ილაპარაკოს და მერე სინამდვილეში სხვა რამე გააკეთოს. აი ეს არის ფარისეული. ამიტომ ამიტომ თქვენ თუ სულთ თქვით მამაო და მე კიდე ჩვენ გვაქვს დრო დარჩენილი და შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ თემაზე. ბატონო რა მამაო ჩემას ვიტყვი მაგ თემასთან დაკავშირებით. აი წლები არის ჩვენ ვიცნობ რომ არ ქა მოზალადე ჯგუფები. აი ვინ შემეთ საერთოდ ვინ რას და ვის რა დაუშვამთ ჩვენ. სულ ჩვენზე იყო აქცენტი და შეტევა და შეურაცხყოფა. ვინ რაშია საქმე სიმართლეზე ვსაუბრობ და სიმართლეა ჩვენი თქვა გავანდელი საუბრის მთავარი აბუსავალი წერტილი ხო? დიახ. როდესაც მამაო ხელისუფლება ალ პირველ პირს არაოფიციალურ მარტოდ იძლევა ვიანიშვილს ასანქცირებენ. დიახ. გასაგებია რომ ცუდია. მე ვამბობ ახლა ოცნების პოზიციიდან. რომ ასანქცირებენ ცუდია, გასაგებია და არჩევნები თუ გაყალბება ამერიკაში გაყალბება ტრამპ გაუყალბეს. გასაგებია. და ამ დროისთვის უკვე უპირისპირდები. გასაგებია, მესმის შენი. მაგრამ ღვთისმშობელი რომ დაასანქცირეს, შეურაცხყოფდნენ. აშხოლას რომ შეურაცხყოფდნენ. თამარ მეფეს რომ შეურაცხყოფდნენ. მაშინ სიტყვის თავისუფლება ხო იყო? ახლა თუ არ არის სიტყვის თავისუფლება, რომ გაგინებენ ტარს და ხოთხალს და გარდაცვლის საფლავში არ გიტოვებენ და ცოცხალს ზევით მიწაზე გედას და ამით ყველაფერს. ეს აღარ არის ეს სიტყვის თავისუფლება გამოდის. სიმართლე თანმიმდევრული უნდა იყო. შედალოცვილო მე მამაო აი ხშირად მithქვა ყოველთვის მოხსოვს და ახლა ვიმეორებ. როდესაც უაპელაციოდ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, შეიძლება ადამიანმა რაღაც ვერ მოითმინო. რაზეა საუბარი? მაგრამ შედალოცვილო შენი შეურაცხყოფა რო ვერ მოითმინე და მივარდი
და იქ ჯერ დამჯდარ ადამიანს ხო გაგინა დედა 2 დღე მერე დამჯდარი იყო ქალთან ერთად და უშინდელს გოგოსთან მაგას ავაკადროლობ აბას რო ამბობ და ქალთან ერთად რო ზის გოგოსთან ერთად რო ზის და ჯერ საქმეს მიაფარებს სახელზე და მერე დაარტყა შობერს რო შეურაცხყვეს მაცხოვარი შეურაცხყვეს სიწმინდეები შეურაცხყვეს მაშინ ეს ბატონი დეპუტატი რაიმე პოზიციას აფიქსირებს და გაბრას რა ეს რას ნიშნავს ეს იმას ნიშნავს რომ საკუთარი თავი მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სიწმინდეები ჩვენი ვიდრე სამყარო შემოქმედი ღმერთი ვიდრე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ამიტომ ვისაც სიმართლე უყვარს და ვინც ღვთისმსახურია ასეთ ძალას ხარ გაჭერა არ შეიძლება პირდაპირ აცხადებს ის რომ მე საერთოდ არ მაინტერესებს ღმერთი ღვთისმშობელის საეკლესიო სიწმინდეები ჩვენი ისტორიული წმინდანები არ მაინტერესებს აგიმო ლანძღო ოღონ მიარჩენე ამას მეუბნება ბატონი დეპუტატი ანალიზი ბაზარ ჯერ არის საქართველოში შემოსული მე აი კიდევ ვიმეორებ ოთმინებას აქვს საზღვარი შეიძლება ადამიანი ვერ მოითმინო მორალურად შეიძლება რაღაც გამარტყდეს მაგრამ აი ამ კუთხით მინდა რომ საზოგადოებამ დაინახოს და მეორე სიმართლე ევროპა აძალებს ოცნების პოზიციიდან ვამბობ ხელისუფლება და იმიტომ აძალებს ვამბობ ომიო თუ არ გექნათო სტატუსი მიტო არ მოგეცინო თავიდან უკრაინასა და მოლდოვასა და სტატუსი კანდიდატად იმიტომ არ მოგცეს რომ ომზე არ დავთანხმდითო ხო თქვენ სხვა არ მომეჩვია შეიძლება თუ კი ომს გთხოვენ თუ კი მამათვალობის დაკანონებას გთხოვენ თუ კი ასეთ სიმიზურების დაკანონებას გთხოვენ კიდე იმათ რაღაცა რანაირად შედიხარ კონსტიტუციაში რო ჩაწერილმა კაი კონსტიტუციაში ჩაწერა მერე მივხვდი მაგრამ გავი თქვენ და მერე დაგვიანდი მერე დადექი ფაქტიცირაზე კაი მოყვები მაგაში მაგრამ როცა გითხეს ომიო მის მერე ხალხი რამდენჯერ შეყალა ოცნება და მაგათი ეს თუ მამათმავლობას გაძალებენ გეი აღლუმს გაძალებენ ესე იგი მისი სიმბოლო არის სიმბიძურის ტრიალკა შეყარეს ხალხი მის მერე და აკნევი გაფრიალების ეს ევროკავშირის დროშა სიმართლე სად არის და საერთოდ ჭეშმარიტების სიყვარული სად არის ამიტომაც მამო ამ დღეში და შეიძლება სახელმწიფოს ქმნის ცივილიზებული ერები არა ცივილიზებული ერს აქვს ტომები ყავთ ბელადები ხოდა კითხვას ვამ ჩვენი ქვეყანას ახლა სახელმწიფო სტრუქტურები აქვს როდესაც პრემიერ-მინისტრი რომელიც ხელხემალი იყო ხელისუფლების ნაცემი ცხვირგატეხილი კარებში აგდია კანონმა კი არ დააკავა დეპუტატმა ცემა სახელმწიფო გვაქვს ამას სახელმწიფო ქვია და დეპუტატს მამა ხოვიჯრო არ დაიჭერენ არ დაიჭერენ არც არაფერი არ იქნება მამაო თერმა ქვეყანა მითის ეს და ამ დროს ქვეყანას მართავს ბელადი ველური ტომი ვართ მამო სინამდვილეში უბრალოდ ქვია სახელმწიფო და თავისი არის ველური ტომის ბელადი მართავს ქვეყანას არაერთ სახელმწიფოს რამე იმიტაციით არაფერი სახელმწიფო არ ვარ ბიჭო არ ვიცი რა კი იქაც ვამბობ რომ ტრამპია რაღაცა ყავაში ასა სახელში რაღაცა გასაგებია მაგრამ ამ დონემდე რომ საქმე მიდის ამ დონემდე რომ დეპუტატები და პრემიერ-მინისტრები მუშტიყრივით არჩევენ საქმეს და კანონი იქ
არ კანონობს და კანონი მხოლოდ იმისთვისაა ვინც სიწმინდისთვის იბრძვის იმას ციხეს აშენებენ თავზე ეს არ არის მამაო სახელმწიფო ეს არის ველური qomი რომელსაც მართავს ბელადი ბელადი კი ხავს მამაო არის თავისთვის კარავში და მისი ხელისბიჭები გარეთ აღიარებენ საქმეს მართავენ ქვეყანას ვინ შეწინააღმდეგეობთ უსწორებენ თქვენს და ტბილებს ერთიანად ეგ არის სულ სამწუხარო რეალობა ამიტომ სიმართლე რომ ეს ახლა ამას რასაც ვამბობენ ჩემი ახლობლები უკვე მიეჩვენენ ამას თორე მანამდე თავიდან მეუბნებოდნენ რომ აიმე საშიშია ნახე ის მე არ მახსოვს მამაო რომ ეთქვა თუ ტყუილია მე რომ საშიშია რაღაც რომ მithქვავს შეიძლება რამდენიმეზე უთქვამთ რომ ტყუილია რაღაც რამდენიმეზე ერთი ხელი და შეიძლება ორი ხელი თითები მიყოს 100 ჩემი ნათქვამიდან მაგრამ 100 ნათქვამიდან 100-ზე თუ არა 90-ზე მაინც უთქვამთ რომ აიმე გაჩები საშიში არაფერი მოგწიო ანუ იციან რომ სიმართლეს ვამბობ მაგრამ საშიშია დიახ ანუ მამაო თქვენ როგორ თქვენი ასე თქვათ რასაც ბრძანებთ მეც ამაში გეთანხმებით უბრალოდ აქ უკვე ჩვენ შეიძლება ითქვას რომ საზოგადოების პრობლემა რაშია დღევანდელი საზოგადოების პრობლემა სიმართლეს კი არ აყენებს ყველაზე მაღლა და სიმართლე კი არ არის მისთვის აუცილებელი და წარმმართველი როგორ უნდა მოიქცეს ის არამედ ესე თქვათ შიშისა და კომფორტის მდგომარეობიდან გამომდინარე თუ ესე სიმართლეს თქვა საშია გაჩუნდი და პირი დაიმუწე თუ სიმართლე შენ ესე იგი ხელს გიჩლის და კომფორტში და კომფორტი გირჩევნია ჯობია კომფორტი და სიმართლე არ იყოს და მიცნაცვლად ტყუილი იყოს და საბოლოო ჯამში გამოდის რა რომ როდესაც ჩვენ ქვეყანას არჩევნები ხო ქვეყნისთვის არის რა ვთქვი განვითარების ერთ-ერთი საშუალებაა რომ ასია ლოგიკურად ყოველ შემთხვევაში სინამდვილეში როგორც ვაკვირდებით არჩევნებსაც უკვე ძალიან ისეთი შეუქმნეს რა თქია ცუდი მდგომარეობა იმ თვალსაზრისით რომ ჭეშმარიტება არ იმარჯვებს სამწუხაროდ არჩევნების დროს ეხლა მე დარწმუნებული ვარ ამაში მამაო რომ მესამე ძალა რომ შემოსულიყო პოლიტიკურ ველზე რაც მართლაც ჭეშმარიტებაა და რაც მართლაც სამართალია და სიმართლეა რასაც ბიჭები ხადაგებდნენ რამდენიმე წლის განმავლობაში საუბრობდნენ კონსერვატიული ასე ვთქვათ მესიჯ ბოქსი შემოიტანეს საქართველოში და მათი მესიჯ ბოქსი იმდენად მართალი აღმოჩნდა იმდენად სწორი აღმოჩნდა რომ ხელისუფლება მიიტაცა ეს და აი ამ ნარატივით მეტნაკლებად ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას სადღაც 15-20% დაიმატა სინამდვილეში ქართულმა ოცნებამ იმიტომ რომ ეს კონსერვატიული ნარატივი რომ არ ყოფილიყო მათი სავარაუდო ასე ვთქვათ იქნებოდა 40% 40% ანუ ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები მაგრამ ხალხმა ირწმუნა ის რომ ესენი მართლა გაკონსერვატორდნენ იმ ნარატივებით რაც ისინი საუბრობდნენ ამ მესიჯებით მესიჯ ბოქსებით რასაც ისინი საუბრობდნენ ეს ძალდატანებით რომ მიიღეს რაღაცა გარკვეული კანონები და ვითომ ეს მომდინარეობდა კონსერვატიული ესე ვთქვათ იდეოლოგიიდან გამომდინარე და ეს სინამდვილეში გარეგნულად მოხდა და არა შინაგანად რა თქმა უნდა აი ამან გამოიწვია ის რომ ჩვენ დღეს მივედით იმ მდგომარეობამდე რომ ქვეყანაში სტაბილურობა დავკარგეთ აი ჭეშმარიტება ფაქტიურად ვერ ვიპოვეთ ჩვენ არჩევნების პროცესში იმიტომ რომ ნაწილი ხალხისა მე დარწმუნებული ვარ რომ მაგაში რომ აი როდესაც მიზანმიმართულად გაუქმდა პარტია ყოველგვარი აპელაციის გარეშე ყოველგვარი მიზეზების გარეშე იქ რაღაცა ძალიან ესეთი პრიმიტიული მიზეზი მოძებნეს ერთ საათში მოხდა პარტიის გაუქმება ერთ საათში ფრიანად ესე იგი გამბრძანება მივიდა იუსტიციის სამინისტროს ჩვენ ამას ვაკვირდებოდით გაუქმდა პარტია რაღაცა განცხადების შეტანა 5 წუთში გაუქმდა პარტია და ეს ერთი საათი
დიახ, როდესაც პარტია საუბრობს, როდესაც ამდენი საქმე ქონდა. დიახ. როდესაც ქონდა მანდენ ხას ვერ მოისმინდნენ. გაცხადება რომ შევიდა 5 წუთში პარტია გააუქმეს. დიახ. და დააწუნებული მეგაში მამაო რომ ესე იგი როდესაც ნებისმიერი პარტიის გაუქმების საკითხი დადგებოდა, იქ იქნებოდა მთელი ასეთი მსჯელობა, რაღაცა, ესე იგი ეს ასე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს, ეს მართალი ეს თვლია და ასე შემდეგ იქნებოდა ბრძოლა გარკვეული, ხო? როგორც პარტიის მხრიდან, ისე დაუშვათ იმის მხრიდან. ასე რომ ჩვენ მივიღეთ ესე ვთქვათ, მივიღეთ შედეგში რა, რომ ყოველგვარი ესე ვთქვათ, დემოკრატიული პრინციპების დარღვევით მოხდა პარტიის გაუქმება. იმიტომ რომ მოვიდა ბრძანება, რომ ეს პარტია უნდა გაუქმდეს, შუა უნდა გაიკრიფოს, აღარ უნდა არსებობდეს მესამე პოლიტიკური ძალა და უნდა დარჩეს ორი მხარე. აი ეს იყო ჩანაფიქრი. და აი ეს იყო არასწორი პოლიტიკური ჩანაფიქრი, იმიტომ რომ ეს რომ სწორად განხორციელებულიყო და ჭეშმარიტად განხორციელებულიყო ეს საკითხი, როგორც მიმდინარეობს, ესე იგი, დემოკრატიული არჩევნები, ანუ პარტიას მისცემოდა საშუალება მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, თავისი, ისე ვთქვათ, მოქმედებები განეხორციელებინა ისე როგორც თავის პარტიის სახელით, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, სულ სხვა შედეგს მივიღებ, სულ სხვა მდგომარეობა იქნებოდა. დღეს რუსთაველზე გააკონტროლებდა არ იქნებოდა. რამე ისინიც დააწუნდებოდნენ იმაში, რომ რადგან ეს პოლიტიკური პარტია შემოვიდა, მოსწონდა თუ არ მოსწონდა, ზოგს მოსწონდა, ზოგს არ მოსწონდა, ზოგი რა ვიცი, საშინლად აგინებდნენ ამ ბიჭებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმისი განცდა არ იქნებოდა საზოგადოებაში, რომ არჩევნები გაყალბდა. და იქნებოდა ესე ვთქვათ, აიღებდა 45% ეს ერთი მხარე, მეორე 40 აიღებდა და 7-8% თუ რაც იქნებოდა, შეხვდებოდა და გაჩნდებოდა მესამე პოლიტიკური ძალა. და ასე ეს პროცესი იქნებოდა სწორი პოლიტიკური პროცესი და თავისთავად ჭეშმარიტება აი ამ მოქმედებების გამო არ მოხდა ჭეშმარიტებით, ასე ვთქვათ, ჩატარება არჩევნების. მე ახლა აი უფრო გამჟღავნდა ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რაღაცა და ჩვენ ხო ხედავთ როგორი შეტევა აქვს თვითონ მართლმადიდებლობას და მართლმადიდებლობა რა არის? მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტების ერთ-ერთი წყარო და ნამდვილი წყარო, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტეს მცნებებს ვეყრდნობით, ჩვენ ქრისტეს სწავლებებს ვეყრდნობით და ვცდილობთ, ასე ვთქვათ, ვამხილოთ ის ცუდი და უარყოფითი მდგომარეობა, რაც ხდება ქვეყანაში, რაც ხდება რწმენაში, იგივე დაუშვათ რწმენასთან დამოკიდებულებაში და ჩვენ ხედავთ, რომ აღმოჩნდა და გაიხსნა და ეს ყველასთვის ცნობილი გახდა ის, რომ სოროსი თავისი ფონდებით პირდაპირ შეიძლება ითქვას, იყო დაუძინებელი მტერი მართლმადიდებლობისა, დაუძინებელი ოჯახისა, ოჯახური სიწმინდეებისა, რომ ამით მას უნდა მოეშალა კონსერვატიული აზროვნება, რამეთო კონსერვატიული პარტია და კონსერვატიული იდეოლოგია დაფუძნებული არის ქრისტიანულ სოფხედოლებაზე. მასში გათვალისწინებული არის ქრისტიანული ღირებულებები და იდენტობა ჩვენი ქართული იდენტობა სწორედ აქედან მომდინარეობს და ამისი მოსკლობა ხდება ფაქტიურად. ამის გამო ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ როგორც ერთმა მხარემ, ისე მეორე მხარემ, ესე იგი პირდაპირ შეიძლება ითქვას, ზეიმი გამართეს ამ პარტიის გაუქმების გამო. ნუ ოცნება არ იმჩნევდა, თითქოს არაფერში არ იყო ჩარეული, არაფერს არ ამბობდა, მაგრამ მეორე მხარე გვახსოვს, რომ ჩვენ ზეიმობდა იმაზე, რომ კონსერვატიული პარტია გაუქმდა. ეს რა თქმა უნდა, მე მომავალშიც, როდესაც ქართული იდეასთან იყო შეთება, ისიც გააუქმეს, ესე იგი, რომ არანაირი საშუალება არ მისცეს იმისა, რომ შესულიყვნენ აი ზუსტად აი ამ მდგომარეობით, იმიტომ რომ ქართული იდეა მთლიანად უთმობდა ყოველგვარი გადარჩევისა და გადმორჩევის გარეშე უთმობდა თავის, ესე ვთქვათ, საარჩევნო სიას. და უნდა შესულიყვნენ ფაქტიურად კონსერვატორები ამ, ესე ვთქვათ, არჩევნების პროცესში. ხოლო მესამე გზა, რომელიც სამწუხაროდ
შეიძლება ითქვას, რომ აღარ მიეცა საშუალება სხვა ფორმას, სხვა საშუალება კონსერვატივ პარტიას იძულებული გახდნენ სხვა პარტიის ესე ვთქვათ ქვეშ განეხორციელებთ არჩევნებს. რამაც გამოიწვია დაბნეულობა, გამოიწვია გაუგებრობები სხვადასხვა ათასგვარი ხასიათის და თავისთავად ცხადია ის განცდაც რომ აი ამ კონსერვატიული იდეოლოგიას ზოგიერთმა ადამიანებმა გადაწყვეტეს რომ გრუპებზე განახორციელებდა ქართული ოცნება და მივიღებდით უფრო ასე ვთქვათ კონსერვატიულ საზოგადოებას. როდესაც ეს ტრენდი მუშაობს, აი თქვენ თუ დააკვირდებით სოციალურ ქსელებში, თუ ჩვენ ვამბობთ აი ამ სიტყვას, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი პირდაპირ გვიპირისპირდებიან მათი მხარდამჭერები, რომ არა თქვენ ასე ვთქვათ, რატო არა ხართ ოცნების გვერდზე, რატო არ ჭერთ ხარს და ასე შემდეგ. ეს იმიტომ მომდინარეობს, რომ მათ მიაჩნიათ ბატონო ქვეყანა მიყვარს და ოცნების გვერდით მაგითო ავდგავ. დიახ, მაგას ვამბობ ზუსტად. და ვერ დაინახეს, ასე ვთქვათ, ვერ გათვალეს ის, რომ სწორედ აი ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდა ეგ იდეოლოგიას და აი ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდა იმისი ძალაც რომ და იმისი ხედვა როგორ შეიძლებოდა ქვეყნის გამოყვანა აი ამ კრიზისული მდგომარეობით. მამა ცოტა დროც რჩება მეგონი. დიახ, 9 საათში უნდა დავამთავროთ. დავამთავროთ, ხო. დავლოცავ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს ქვეყანას დავლოცავ, აბაო რომ ნებისმიერი რა შედეგიც არ უნდა დაედეს გავითარებაში და არ უნდა ვიყოთ, უნდა ვიცოდეთ ერთი რამე ჩემო ძვირფასებო, რომ სიმართლე და ჭეშმარიტება ეს არის თავად ღმერთი. მე ვარ გზა და ჭეშმარიტება უყალიანობს. გარემოში გიხსნობს რომ ნედარგლობეთა შეოდეს და სწორდეს სიმართლისათვის. ნედარგლო დევნული სიმართლისათვის. ასე რომ თუ კი ჩვენ სიმართლისთვის ხმას ვიღებთ, სიმართლე წყურია, სიმართლისთვის ვიღაც გვდევნის, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არის ჩვენთან. და მნიშვნელობა არა აქვს ჩვენ რამდენი ვიქნებით ჩემო ძვირფასებო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ეგ უნდა გავაცნობიეროთ. ჩემო ქართველებო, რომ სიმართლე და სიმართლე არის ჩვენი გადარჩენი გზა. ტყუილი და სიცრუე და ორპირობი დაკეთების საქმე შედეგს არ დადებს ისე როგორც საჭიროა. სიმართლე დაკეთების საქმე არის მყარი. ამიტომ არანაირი იმედგაცრუება მაინც არ უნდა დაგვემართოს, იმიტომ რომ როდესაც ხედავ და ნამდვილად ასე ხშირად დაინახავ ადამიანი, რომ სიმართლე არის დამარცხებული თითქოს და შევიწროებული. ჩვენ არ უნდა მოხდეს იმის ფრთების ჩამოკრა, ყურების ჩამოკრა, უიმედო მდგომარეობაში ყოფნა. სიმართლის მსახურება ქრისტიანის მოვალეობა. აი ამით დავამთავრებ, აბო მე დავემშვიდობებით რამე ბრძანეთ, მაგრამ აგერ ჩვენი მეგობარი უკვე მოუწოდებს, რომ ანალიტიკაზე გადარჩეთ, გადმოდით ახლა გადმოვიდეთ. ჩვენ სადავოდ მოусმენ თოს ბიჭებს. რა თქმა უნდა. თავისთავად ცხადია და მე ულოცავ კონსერვატორებს ტელევიზიის გახსნას, ულოცავ იმას, რომ მათ დაიწყეს მაუწყებლობა. ეს ძალიან აუცილებელია, იმიტომ რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება არჩევნის გაკეთებისა, რომ ერთ მხარესაც უნდა მოусმენ, მეორესაც და მესამესაც და ვისგანაც ამ სიმართლეს და ჭეშმარიტებას გაიგებს, იმისკენ უნდა წავიდეს და იმას უნდა დაუჭიროს ხარი. იმიტომ რომ მართალი ადამიანი და სიმართლის მოლაპარაკე ადამიანი ყოველთვის წავა კარგისკენ და მატყუარა და ცრუ მოგატყუებს, გეტყვის კარგ სიტყვებს, ლამაზ სიტყვებს და მერე დაგტოვებს ხახამშრალს. და დაგტოვებს იმ მდგომარეობაში, რომ შენ რო გეგონა რომ კარგი იყო ცხოვრება ასეთი, არაფერი სინამდვილეში არ არის. ამიტომ მე თქვა დალოცოს ჩვენი ბიჭები, დალოცოს მათი ტელევიზია და საერთოდ მე ერთი რამე ნაკეთოთ, რომ ბიჭებმა თქვეს, რომ ალტინფო აღარ არის. არის კონსერვატორები მათი ტელევიზია და საერთოდ მოხდება ამ ესე ვთქვათ, სახელის დამკვიდრება და სწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ
ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს ასეთი პოლიტიკური პარტია, კონსერვატორები, რომ და გაეცნონ მათ იდეოლოგიას, გაეცნონ მათ ასე ვთქვათ აზრებს, მათ ფიქრებს და ნახავენ, რომ იქ არის მართლა ჭეშმარიტება, იქ არის მართლა სიმართლის სიყვარული. კარგით, მამაო, დავლოცოთ ჩვენი მაყურებელი, მადლობა გადაუხადოთ და მოვემზადოთ სხვა, ასე ვთქვათ, ეთერის საყურებლად. კარგად იყავ. დავლოცოთ, მამაო. დავლოცოთ, მამაო. გაი. მოვალ შეხედავთ. იცოცხლე. იცოცხლე.